არსებობს ისტორიები, რომლებიც გავს ზღაპარს. პატარა ქალაქი, პატარა სტადიონი, პატარა გუნდი, რომელმაც ერთ დღეს მთელი საბჭოთა კავშირი შეარყია. ეს არის საფეხბურთო კლუბი გურია ლანჩხუთის ისტორია 100 წელი ვარდნისა და აღდგომის, მარცხისა და სასწაულის. დარჩი ბოლომდე, რადგან ამ ამბის ბოლო თავი ჯერ კიდევ იწერება. 1920 წელი. სწორედ ამ დროს გურიის მხარის პატარა ქალაქ ლანჩხუთში ჩაისახა რაღაც განსაკუთრებული. შეიქმნა საფეხბურთო კლუბი, სახელად კიმი. მაშინ არავინ ფიქრობდა, რომ ეს პატარა გუნდი 60 წელიწადში საბჭოთა ფეხბურთის ელიტაში იქნებოდა. მეორე მსოფლიო ომი ყველაფერს შეწყვეტს. კლუბი 1941 წელს გაქრა, ისევე როგორც მილიონობით ადამიანის ოცნება. მაგრამ 1952 წელს კოლმეურნის სახელით გუნდი კვლავ გაცოცხლდა. 1960 წელს კი გახდა გურია და სულ მალე პირველი ტიტულებიც მოვიდა. 1960-იანი წლები გურიისთვის ნამდვილი ოქროს პერიოდი გახდა. სულ 10 წელიწადში საქართველოს ჩემპიონობა 3-ჯერ, თასი ასევე 3-ჯერ, 65-ში, 66-ში და 67 წელს. გუნდს ეს შედეგები მიიყვანს საბჭოთა ფეხბურთის მეორე ლიგამდე. 1972 წლიდან გურია ამ ლიგაში 7 წელი ითამაშებს. ბრძოლის, ზრდის და გამოცდილების პერიოდი. და 1979 წელს გამარჯვება. პირველი ლიგა, საბჭოთა კავშირის მეორე დონე. ამ პერიოდის სულია ერთი ადამიანი, მწვრთნელი შალვა კაკაბაძე, რომელიც 20 წელი უწყვეტად ხელმძღვანელობდა გუნდს. ეს იშვიათი ფენომენია. და შემდეგ მოხდა ის, რაც შეუძლებლად ჩანდა. 1986 წელი. მწვრთნელი ბეგი სიხარულიძე. ფორვარდი ბესიკ ფრიდონაშვილი, 27 გოლი 46 მატჩში. გურიამ პირველი ლიგის მეორე ადგილი დაიკავა. ეს ნიშნავდა ერთ რამეს: საბჭოთა უმაღლეს ლიგაში დაწინაურებას. ყველაზე ძლიერ ლიგაში, სადაც ითამაშებდნენ დინამო კიევი, მოსკოვის სპარტაკი და თბილისის დინამო. ლანჩხუთი 9000 მცხოვრებიანი პატარა ქალაქი, ახლა ამ ელიტის ნაწილი გახდა. რა მოხდა სტადიონზე? ადამიანები ხეებზე სხდნენ, რომ მატჩი ენახათ. ყოველი სახლი ფეხბურთზე ლაპარაკობდა. მთელი ქალაქი ერთი გუნდი გახდა. სტადიონი სულ რამდენიმე თვეში გაფართოვდა, 22000 ადგილამდე. ქალაქში, სადაც სულ 9000 კაცი ცხოვრობს. 1987 წელს გურიამ საბჭოთა უმაღლეს ლიგაში ითამაშა. მოიგო მოსკოვის დინამოზე, მოიგო მინსკის დინამოზე, ფრე გაუყო კიევის დინამოს. ერთი სეზონი, მაგრამ მარადიული ამბავი. 1990 წელი. საქართველოს საბჭოთა სისტემას წყდება. 15 თებერვალს ქართულმა საფეხბურთო ფედერაციამ გადაწყვიტა, ყველა ქართული კლუბი გამოდის საბჭოთა ლიგებიდან. ქვეყნის საკუთარი ჩემპიონატი დაიწყება. გურიაში კი მოთამაშეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, ჩვენ ქართულ ლიგაში ვართ. და ეს გადაწყვეტილება ისტორიული გახდა. 1990 წლის ქართული თასის ფინალი. გურია პირისპირ დგას სოხუმის ცხუმთან. დამატებით დროში ბესიკ ფრიდონაშვილი. გოლი. გურია ჩემპიონია. პირველი კლუბი ქართულ ისტორიაში, რომელმაც ეროვნული თასი მოიგო. 90-იანი წლების შუა პერიოდიდან გურიამ ვარდნა დაიწყო. 1999 წელს პირველი დაქვეითება ელიტიდან. 2007 წელს მეორე ლიგაშიც ვეღარ შეინარჩუნა ადგილი. 30 თვეში 15 მწვრთნელი. ეს ციფრი ყველაფერს ამბობს. 2013 წელი, 11 წლიანი ლოდინის დასასრული. გურია ისევ უმაღლეს ლიგაში. მთელი ქალაქი ქუჩაში გამოვიდა. შემდეგ კვლავ ვარდნა. 2024 წელი, ახალი ისტორიული ნიზამი. მეოთხე ლიგაში დაქვეითება. მაგრამ 2025 წლის ნოემბერი, ნამდვილი ზღაპარი. ბოლო ტური, გადამწყვეტი მატჩი, არაგველების წინააღმდეგ. 2 ბურთით ჩამორჩენა და კაპიტნის სასწაული 2 წუთში. გურია მესამე ლიგაში დაბრუნდა. ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთი. ეს ლანჩხუთის სული და გულია. 100 წელზე მეტი. გურია ცოცხლობს. ეცემა.
დგება, კვლავ ეცემა, კვლავ დგება. ეს არის ფეხბურთი. ეს არის ლანჩხუთი. ეს არის გურია.